სპეციალიზებული მაუწყებლები უცხოური დაფინანსების მიღებას შეძლებენ და მათთვის არსებული შეზღუდვა მოიხსნება. შესაბამისი ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს ხდომას დღეს წარადგინება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვა სპეციალიზებულ მაუწყებლებს მოიხსნებათ, რომლებიც ძირითადად ერთი თემატიკის პროგრამებით, მაგალითად სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო ან გასართობი მიმართულებით მაუწყებლობენ. უცხოური დაფინანსების მიღება ისევ აკრძალული ექნება იმ მაუწყებლებისთვის, რომელთა ეთერშია ახალი ამბები და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკა. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი იქნება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალდებულოს მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა. დგინდება ისიც, რომ კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებას ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს. ის რომ კულტურა, სპორტი და პოლიტიკა ახალი ამბები, რომელიც ინსტრუმენტად არის გამოყენებული, ინსტრუმენტად სწორედ იმ ძალების მხრიდან სათანადო საქმიანობისთვის, იგივე მაგალითად ახლა გამახსენდა უბრალოდ რაღაც ვოდტაკ საქართველოს რო შეიქმნა პოლონეთში რაღაც ქართულენოვანი არხი, სადაც მოდელირებული ქრონიკის შემქმნელებით განან და ტყუილებით კვებავენ საზოგადოებას. ხა მისი გავლენა და სპორტული არხების გავლენა საზოგადოებაზე ერთი და იგივე იქნება? ლეგიტიმური მიზანი არის, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკური სივრცე დაცული იყოს უცხოური გავლენისაგან. ეხლა ფეხბურთის რეპორტაჟით უცხოური გავლენა ეხლა ცოტა იუმორის სფეროში გადავალთ და იქ სადაც ფორმირება ხდება საზოგადოებრივი აზრით, იქ სადაც შეიძლება თავს მოხვევაც კი მოხდეს ზოგიერთი თქვა ცრუ ნარატივისა ან გატარებული იქნას უცხო ქვეყნის ინტერესები ამ მასობრივი პროპაგანდის საშუალებებით. იქ რა თქმა უნდა სახელმწიფო თავს დაიცავს. და ახლა სხვა დანარჩენ სფეროში მართლა სპეკულაცია ახლა იმაზე იმჟელო სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით ან ფეხბურთის რეპორტაჟთან დაკავშირებით.